გწოვთვალე ახალზე ბაკენის მომხრე აი რაღაცა უცნაური სტერეოტიპების ქვეყანა ვარ საქართველოს. Very commentary ამას. არავითარი უცნაურობა ამაში არ არის. ჯერ ჩვენთან არ მოსულა ის თაობა, რომელიც თავისუფალი იქნება საბჭოთა მენტალიტეტისგან და საბჭოთა სისტემა იყო რასისტული სისტემა. იქ იყო პირველი ხარისხის ადამიანები, მეორე ხარისხის ადამიანები, მესამე ხარისხის და ბევრი საბჭოთა ადამიანის თავში ჩადებული იყო, რომ ეს საინტერესო არის ახლა რომ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ამბობ რომ საბჭოთა პროპაგანდა კი არ ამბობდა ზანგების ცუდია, არამედ ამერიკელები ჩაგრავენ ამ საწყალ ზანგებს და ესე იგი საბჭოთა ადამიანი ყველაფერს ამერიკელს ბაძავდა. საბჭოთა კავშირისთვის ამერიკელი იყო მიღწევადი რაღაცა იდეალი. ესე იგი თუ ჩაგრავენ ზანგებს, ესე იგი ჩვენც უნდა დავჩაგროთ. ესე იგი ზანგები ცუდია, ასე იყო გადაწყვეტილი და ეს საოცარი რასიზმი, რასაც მე მოსკოვში ხედავდი, როდესაც მე მოსკოვში დისერტაციას ვწერდი, საწყალ აფრიკელებს როგორ ისე რა ქვია, ეხლა თუმცა უარესი ეხლა ზანგებს კი არა, კავკასიელებს კლავენ უკვე. უკვე რასიზმი უკვე გადავიდა რაღაც პათოლოგიურ დონეზე, მაგრამ ეს არის ნუ რასიზმი, ეხლა ჩვენთანაც აი რას ვერჩევდით ჩინელებს რო გავყარეთ. გახსნეს პატარა მაღაზიებისა და ზიაფათი ხო ყველაფერი ჩვენ მშიერი მოსახლეობისთვის, მაგრამ რასთან იმას ცოტა გელცვალები აქვს, გავყარეთ. არა ჩინელები არიან სოფლის ყველა დედაქალაქში, ყველგან არის პატარა მაღაზიები, არავის არ აწუხებენ, არაფერს. იცი გორები იყო მოსკოვში, გასულ. მოსკოვში კი და ამასთანაც უყურებდი რომელიღაც არხზე, ვარუსტები ტრეველ ჩენელზე აჩვენებდნენ სოფლიოში ჩინურ ქალაქებს, ჩაინატაუნებს. და ბოლოს ესე იგი აჩვენეს ეს პირველი ჩაინატაუნები ნიუ-იორკში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, სოფლის ყველა ქალაქში, პარიზშიც არის, სადაც ინა ყველგან არის და ბოლოს ასეთ რამე ითქვა, სადაცო ჩაინატაუნი არ არისო, ეს ხო ქალაქად არის ცლებაო. ჩვენი გავყარეთ. თუმცა არც მისლიდეთ და იაფად ჩაბუგუტანეთ ლამაზი ვითომ ფირმები საკონები. ეკოსისტემი მათ გეყოფოდა. რაც ისა მასშტაბია ჩვენ. ეს არავა ჩვენ გამონაკლისები იგივე ინდონეზიაში ძალიან ისეთი გარბევები იყო ამ ჩაინატაუნები, სინგაპურში იყო, მალაიზიაში. სინგაპურში როგორ ეღადრება სინგაპურში ელები მარტავენ. ეხლა სინგაპური 60-იან წლებში. კი, მაგრამ დღეს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის ჩინელი იყო ჩინური კვარტალები. კი, იმიტომ რომ ჩინელები დიდრები. იქ სვამბოლო ჩვენთან ღარიბი ჩინელები იყო. ჩვენთან დიდარი ჩინელი არცერთი არ ყოფილა. ალბათ ეს არის. და იქ დიდარი ჩინელები იყო. მაგრამ აი ძალიან კიდევ ერთხელ ხალხოსამ ფანტასტიკური მიგნებები ჰქონდათ თევანდელ რეზონანსში თქვენ და ამაზე წლებაგული კიდევ ერთხელ ვაფიქრეთ ცოტა დრო რჩება, მაგრამ მაინც მინდა 2-3 წუთით თქვენი ანალიზი მოვასწრებინო მაყურებლებს შეურიგებელი პრობლემების გადაწყვეტა ხდება აი ამ 7 აგვისტოს და მოყოლებული ჯერ ის სენსაცია რომ ჩინის რა ქვია თურქეთის პირველი პირები ჩავიდნენ ერევანში. ეხლა ეს რომ პირისპირ შეხვდნენ ეს აზერბაიჯანის და ერევნის ესე ვთქვათ ლიდერები და შემდგომ შეუერთდა მედვედევი. მაგ აშკარად ჩანს რომ რუსეთმა გაიმხარა სიტუაცია კავკასიაში. აი ეს მორიგება ალბათ როდესაც დაგრძელდება დიდხანს, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ გარეშე ხდება. აი ჩვენი მონაწილეობის გერა, ჩვენი არსებობაც კი ასად არ დაფიქსირებულა ისე. ძალიან დავსუსტი, რბილად რო თქვა, ვარგალ ჩაჩანაგდით 7 აგვისტოს შემდგომ. კავკასიაში უკვე ერთეულადაც აღარ ვთვლიან, იგივე თქვენს გიწერიათ ეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთანაა იგულისხმა ეს ოფიციალურად დააფიქსირა აზერბაიჯანმა, რომ სტრატეგიული პარტნიორი არის რუსეთი. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, ძალიან სუდის მოლოდინი არის და თქვენი ისეთი რაღაცების გიწერიათ შეიძლება გადაიცვალოს ქართული ტერიტორია გქონდეს ხან უკნას. იგივე იქნებოდა წავიკითხები რაღაც ამონარიდი რომ ახალ ქალაქელები ითხოვენ ორმაგ მოქალაქეობას. რაღაც სუდი რაღაცები ხდება. თქვენი კომენტარი. ნუ ეხლა მე რასაც ვწერ, ესე იგი მე არა ვარ თქვენთან რეკლამა გადის ხოლმე ერთი ალბათონისა მე იმ რანგში არასოდეს არ გამოვალ მე უბრალოდ ვერსიებს განვიხილავ ხოლმე შეიძლება ასე მოხდეს შეიძლება ასე მოხდეს და მე როგორც პოლიტოლოგს უფრო
ესე იგი მჭირდება ცუდი ვერსიის განხილვა, რომ არ მოხდეს. ჩვენ ცუდ ვერსიაზე უნდა ვილაპარაკოთ, თორე თუ ვილაპარაკოთ, სხვა არხი და სხვა ორლარიანი გასწრები წერენ, რომ თქვა ამოდავ წელს რუსეთი არ არსებობს და საქართველოს გადაუვლის და მოსკოვს და ასე შემდეგ. ნუ ძალიან კარგი დასასიამოვნო, მაგრამ რადგან ჩემი მოვალეობა უფრო სხვა არის, რომ ცუდი ვარიანტები განვიხილოთ. სწორედ ცუდი ვარიანტები რომ არ მოხდეს. აიმიტომ არის ცუდი ვარიანტი თუ დროზე არ განვიხილებ მოხდება. თუმცა მე იგივე წერდი სისტემატურად რომ ჩვენი შესვლა ცხინვალში დამთავრდებოდა ასე როგორც მოხდა მე ამ დამწერია სისტემატურად. მაგრამ ვინ მოგისმენდა. მაგრამ ეხლა მე სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი. იყო ბალანსი ჩვენთან სამხრეთ კავკასიაში, იყო სააკაშვილი პროამერიკული, იყო სომხეთი პრორუსული და იყო აზერბაიჯანი დაბალანსებული, როგორც ვაშინგტონთან, ისე მოსკოვთან ქონდა კარგი ურთიერთობა, ბალანსი ქონდა. ამავე დროს მას ქონდა დასავლეთის პროექტები, დასავლეთისკენ, ამავე დროს მის ჯარს მიდენ ნატოს სპეციალისტები, ოღონდ აზერბაიჯანს არასდროს არ უწევდა ნატოში მინდა შესვლაო. აი ესეთი საინტერესო დეტალი იყო. კი, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა ის ავანტურა რა ვექტორი შეიცვალა დედამიწის ღერძი გადაიწია ცოტა კავკასიაში ყველაფერი აირდაირია. ამის შეიძლება რა დასამალია რომ აზერბაიჯანში შეშინდნენ. მათ ნახეს რომ რუსეთს თუ შეუძლია ტანკები გადაუაროს საქართველოს, მithumetes შეუძლია გადაუაროს აზერბაიჯანს, იმიტომ რომ აზერბაიჯანს ნავთობია ბოლო-ბოლო. იმხელა და რუსეთს ყოველთვის თვალები ბაქოზე ჰქონდა. კი და ასე რომ ბაქოში შეწუხდნენ, სერიოზულად შეწუხდნენ ამ თემაზე. და იქ ტონი შეიცვალა აბსოლუტურად. ასე რომ იქ ჩვენ ვიცით რატო შეიცვალა. ეხლა რა შეეხება სომხეთს, იქ კიდევ უფრო შეიცვალა ტონი რატო? იმიტომ რომ გაზი შედიოდა სომხეთში ჩვენგან. არა რუსეთის გაზი შედიოდა ჩვენი გავლით. დარჩენ ჩვენ ეს არქივში და კონფლიქტის დროს იმ გაზის გარეშე დარჩენ. ეხლა გაზი არა, საიდან იქნება გაზი? ჩვენ გაზს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ეხლა რუსეთს აღარ ვიღებთ. რომელიც მიდიოდა მე სომხეთში, მაგრამ აზერბაიჯანმა ვიწყდა თქვენ სომხეთს არ მისცემთ გაზს. ესე იგი სომხეთს გაზი აღარ აქვს. აი ეს არის ერთი. შემდეგ თელი საჭმელი, სასმელი შემოდიოდა საიდან? ფოთიდან. ფოთიდან მოდიოდა და ფოთის ტრასა რო გადაიკეტა რუსებმა გადაიკეტა. აფეთქდა. კი, ხიდი იყო აფეთქებული. ესე იგი სომხეთი დარჩა ბლოკადაში. ერთი მხრივ არის თურქეთი, რომელიც მათ ტრაკნიაჩია, მეორე მხარეს არის აზერბაიჯანი, რომელსაც მათ ყარაბაღი წაართვეს. ზოგადად ჩვენ თემი საჭმელი, სასმელი, გაზი, ყველაფერი ჩვენ შედიოდა და აღარაფერი აღარ შევიდა. და პრინციპში ყარაბაღს წერავენ. კი, ესე იგი უცებ რეალობა სომხებმა ყველაფერი კი, სომხები რომლებიც ძალიან ისე ფანატიკურად იყვნენ განწყობილი თურქეთის წინააღმდეგ, უცებ მოულოდნელად პრაგმატიზმი მოვიდა სომხებში, პრაგმატული მიდგომა, რომ ასე აღარ შეიძლება. იმიტომ რომ იგივე სომხეთის პრეზიდენტი ამბობს, ეს იყო 16 ოქტომბერს ისე ჩვენ შეგვიძლია რკინიგზაო სულ 2-3 დღეში გავხსნათ თურქეთთან. სენსაციური განცხადება, როცა თურქეთი 200 მილიონს ხარჯავს, რომ ბაქოს დაუკავშირდეს და სომხეთი ამბობს, თუმცა ის რკინიგზა არსებობს. ესე ასე შენებელი კი არ არის. იმავე დროს ბაქოში განაცხადეს, საქართველოს აღარ აქვს ფული ის რკინიგზას ვერ აშენებს. ესე იგი ყარსი ახალქალაქის რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად ჩავარდნილია. ესე იგი ასეთი ის მოხდა ამ საშინელმა კონფლიქტმა მომიტან ასეთი საოცარი შედეგები. სომხეთი უკვე აღარ უნდა ბლოკადაში ყოფნა და როგორც ჩანს, უცებ გამოსდა ერთდროულად ორი მთავარი მოთამაშე კავკასიის რეგიონში. ყოველთვის იყო ერთი მხრივ ოსმალეთის იმპერია, მეორე მხრივ რუსეთის იმპერია, ორივე და უცებ ორივე გააქტიურდა. ერთი მხრივ ჩადის თურქეთის პრეზიდენტი ერევანში და წარმოუდგენელი ამბავია და თავაზობს და თვითონ შემდეგ რო ჩადის ეუბნება ამერიკელებს რომ იცით რომ მე შემომთავაზე თვითონ სომხებმა ყარაბაღის პრობლემაში დაგვეხმარეთ მოწესრიგებაში. საოცრება იყო სენსაციური ფაქტები დაიბეჭდა. მადლობა მინდა გითხრათ რომ აი თუნდაც ეს ათი ამ თემას საუბრობთ მე არის ძალიან მაინტერესებს საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე განცხადება რომ მომესმინან. დასანანია რომ არავითარი კომენტარი არ მოდის ხელისუფლებიდან ამ კავკასიურ ხელისუფლებები აუცილებლად შეგვეხება ჩვენ და ძალიან კარგია რომ დღეს რეზონანსში ამ თემებზე დაიწყოს საუბარი. ინციდენტს რომ ეს თემა გაგრძელდება ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვიქნებ ძალიან პოზიცია ალბათ იმაში არიან ტრანსიზიან ვერ ერკვევიან ან არ უნდა თორე დააფიქსირონ ძალიან პოზიცია. მადლობა მინდა გითხრათ ბატონო დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან.
დაგვებოდეთ ბატონებო, აი აგერ 10-15 წუთში დაიწყება ალიკო ელისაშვილის გადაცემა, ალბათ ამ თემებზე იქაც გაგრძელდება საუბარი. დიდი მადლობა რომ გისმენთ, კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის.